დასრულდა რეკლამა, ვაგრძელებთ დისკუსიას. მქონდა დიდი ჟიამული, მეგობრებო, რუბიოს სიტყვების შემდეგ და დაამთავრდა ქართული ოცნება, რუბიომ დაასრულა, რაღაც სისულელებს იძახდნენ და როცა სრულიად კანონიერად დაიჭირეს და პირასტარი მიუსაჯეს, მაშინ ჩამოყარეს ყურები, ხო? აი რა გააკეთა ჯაფარიძემ? ჩემი აზრით გაერიდა პროცესებს. ძალიან კარგად იცის და ბევრმა იცის იქ რომ მიდიან უფსრულისკენ, კრახია ეს დასრულდება ძალიან დიდი იმედგაცრუებით და 6 თვეზე მეც მაგას ახლა არავინ არ ჩააჯეს და გაისეინებს რა ახლა დეკაბრის ტივით აცილებდნენ ჯაფარიძეს. ერთი რამე მინდა გითხრათ მეგობრებო, არც ერთი ნაცი ციხეში არ ვждარა. ეს ციხე არ არის, სადაც ისინი ხედავენ, ეს არის გადაკეტილი ოთახი, იზოლირებული, სადაც ტელევიზორიც არის, კარგი საკვები, ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, კომფორტი არ არის, მაგრამ და მძიმეა, როცა შენი ოჯახის წევრებს ვერ ხედავ, მაგრამ ეს ციხე არ არის, ციხე არის პატიმრების ერთობლიობა. ეს არის ციხე, ესე არის ცნობილი. არც ერთი მათგანი ციხეში არ ვждარა. ალბათ თვითონ მოისურვეს მარტო გადაკეთება. ხო, ეს ლირული გადახვევაა. აი ჯაფარიძეზე თქვა და შავა, რა იცი, მე წეგან ჩემს საუბარში დავიწყე, რომ ჩვენს ოპოზიციას არ აქვს ალეგია. და არ აქვს. ხო, და ამიტომაც ტაქტიკაც არა. ხო, და ამიტომაც ხა მეცინებოდა რა, რომ მართლა ყველაფერზე იმობენ. ანუ ის ერთი ცნობილი ინტელექტუალი რო არის ალეკო ელისაშვილი, ესო არისო ხელისუფლებისო კიდევ ერთი მოლიგი მარცხი და ჩვენი გამარჯვება. ანუ მე რაც მახსენდება, ერთი 10 სტატუსი მაქვს აკითხული ბოლო ერთ წელიწადში, რომელიც არის ოპოზიციის გამარჯვება. და ანუ როდის დგება ის მომენტი, რომ ეს გამარჯვებების ერთობლიობა დიდ გამარჯვებამდე მიიყვანოთ, რომ ანუ რაღაც ლოგიკა ხომ უნდა იყოს. არა, სასოწარკვეთაა. ანუ ეს რა იცი, რომ ანუ ეს არის ასეთი თემა, რომ ანუ თავი მოაჩვენა, რომ აი ესე იყო ჩაფიქრებული რა. ანუ ქართულ ოპოზიციის სტრატეგია რა არის, რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფერი ასე იყო ჩაფიქრებული. ანუ გამოაცხადეს, რომ არჩევნებში გაიმარჯვა ეს ასე იყო ჩაფიქრებული. მე ხუწუში თქვეს, რომ არა არჩევნები გაგვიყალბეს, ასე იყო ჩაფიქრებული. საქართველოს ხელისუფლება არალეგიტიმურია, როცა ხდება და მე აღმოჩნდა, რომ ლეგიტიმაციის პრობლემა არ აქვს უცხოეთში. ეგეც ასე იყო ჩაფიქრებული და შალვა ეს ყველაფერი იწვევს იმას, რომ იმ შეშლილების გარდა, რომელიც ყოველღამე გიჟების, ჭინკების. ხო, ყოველღამე რუსთაველს კეტავენ, ეს იწვევს რეალურად ხო ფუსტრაციას და კიდევ ერთი მომენტია რა. ჩვენ ეს გავლილი გვაქვს. კი. 2009-2011 წლებში ქართული ოპოზიცია დაახლოებით ამ რეჟიმში იყო. ოღონდ დაწყებით იმისა, რომ ბევრი ხალხი უჭერდა მხარს. ბევრი ხალხი უჭერდა მხარს. და ისა ლევან გაჩილაძემაც თქვა, რომ მაშინ ოპოზიციის მთავარი გამერთიანებელი იყო, ისინი ყველაფერს გააკეთებდნენ გარდა ერთისა. მათ არ უნდა ფესბუქს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ხა აგენტურა არ იყო უცხო ქვეყნის. აი ეგ ზუსტად ვიცით რა. და ოღონდ ჩალვა საქმე რაშია იმ სტრატეგიამ მაშინ არ იმუშავა და ეხაც არ მუშაობს. და განსხვავება რა არის, რომ თუ მაშინ არ იმუშავა, ეხლა მით უმეტეს არის. მაშინ 2011 წელს გამოჩნდა ბიგნა ივანიშვილი, რომელმაც თქვა, რომ ეს სიგიჟე სტრატეგია, რომელიც აქვს ქართულ ოპოზიციას, არჩევნებში მოვიგებთო თქვა. უნდა შევცვალოთ. ეხლა პირიქით არიან. ეხლა ამბობენ, რომ ყველა არა, მადლობა ღმერთს. ძალიან მიხარია, რომ ასე ვენა. ეხლა ამბობენ, რომ ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, არის სიამოვნებაში გენიალური. და ყველაფერი განსხვავებული, რომელმაც შეიძლება გადაარჩინოს, არის სისულელე. უკრე. ხო. თავი პრობლემა ზოგადად ოპოზიციის არის ის, რომ რეალურად პოლიტიკური კლასი არ არის ეს. აი ჩვენ თუ ავიღებთ სუბთა პოლიტიკოსის რაღაცნაირ განმარტებებს, პოლიტიკოს რა უნდა უდოდეს, ხო, ეს პოლიტიკოს უნდა პოლიტიკური პროცესი და პოლიტიკოს უნდა ძალაუფლება. ძალაუფლებისკენ სწრაფო. კი ბატონო. ეს არ არის ის პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც ეს თვისებები აქვს. იმიტომ რომ ეს არის რაღაცა ჯგუფი, რომელიც მესეთი შტაბ-ბიჭდება მაქვს. დანიშნეს ოპოზიციონერები, ხო. და მუშაობენ როგორც ოპოზიციონერები. ხო. და აწყობთ ეს. ოღონდ თან აი მეთოდიკას რო ავიღოთ, მეთოდიკა. ანუ პოლიტიკოსი სხვანაირად მოიქცევა და NGO-შნიკი რაღაც სამოქალაქო აქტივისტი სხვანაირად. და
ჩვენი პოლიტიკური ელიტა, ამ შემთხვევაში ოპოზიციური ელიტა, ხო, იქცევა არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც NGO-ში კი იქცევა ხოლმე. ზოგადად ეს ქცევის მოდელი იმდენად აღმოჩნდა მათიანი, რომ ვეღარც ემიჯნებიან ამას. აი მაგალითად რა სუსტად უპასუხეს სერიოზულ გამოწვევას ომთან დაკავშირებით. თქვენს რომ ეს საფრთხე არარეალურია და რუსეთი იშლება და აი დამთავრდა მათ ძალიან ბევრი რამ დაუმთავრდა ეგრევე. და აი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკოსის ხო რომ ნუ ყოველთვის დემოკრატიულ ქვეყნებში ესე არის რომ შეუნდა რაღაც საზოგადოებრივ ას ყოველთვის უსმენდე და გრძნობდე აი მე ვერ ხვდები რომელი მათგანი გრძნობს ოდნავ მაინც ამას აი კი რაღაცა ჯგუფზე რაღაც აქტივისტები ბაბებზე არის მაგრამ იმდენი აი სუბტ ახლა შენ გიმუშავია PR-ში შენ იცი ზოგადად ეს საკითხი აი რო გინდოდეს რომ წააგო სწორედ ისე უნდა გააკეთო როგორც ისინი იქცეულან ანუ ერთი სტრატეგია ისეთი არ იყო არჩეული რომ გაიმარჯვო და ყოველთვის შეკითხვა მიჩნდება ზოგადად სურვილის დონეზე ახლა როგორი სურვილის ზღაპრობს არა დეკლარირებს არამედ აი რას ნაღდათ უნდა ადამიანს ხო ავთენტურის საერთოდ უნდათ ეს ძალაუფლება მეგონი არ უნდა ძალაუფლება მაგრამ მეგონი აი შოუში ყოფნა პოლიტიკური შოუში ყოფნა ურჩევნიათ იმას პასუხისმგებლობის არაღება ხო ნუ მე რაც გონია მარტივია რომ ჯაფარიძე თავის ილუზიებში გაჯიუტდა მე მახსოვს რომ ის გამოვიდა სახეზე შემხმარი ღიმილით მიულოცა თავის ამორჩევნებს გამარჯვება და 15 წუთში გამოვიდა და თქვა რომ გაყალბდა ეს არჩევნები. მე თუ გაყალბდა ეს არჩევნები ეს არის არალეგიტიმური პარლამენტი, არალეგიტიმური კომისია, არ გადაიხადა გირაო და მოუწია ციხეში წასვლა, ხო? ანუ ეს არის და ეს ანუ და ეს არის რაღაცნაირად სიგიჟე ხო ან ყველა კულტურას თავისი აჩრდილი დაყვება მაგრამ ჩვენთან ისე ხდება რომ ეს აჩრდილი არის გამოსული პოლიტიკურ ველზე ეს სიგიჟე ხო ახლა იგივე აქტივისტების მანერა ეს ხლისტების მივარდნების პოლიტიკა ხო და ანუ ეს რაღაც კულტურის ეს აჩრდილები დემონები ხო არის გამოსული რა წინაპლანზე და რა პერვერსია არის ხო აი ავადმყოფური რაც ზუგდიდში გააკეთეს ხო ახლა ეს პერვერსია ჩვენ ახლა ამდენი ხანია ხო წლებია ვშიფრობთ, მაგრამ მე მგონი ხანდახან ვფიქრობ, რომ ერთი გადაცემა ალბათ თეთრი ხალათები უნდა მოვიტანო და ჩავიცვალო. ხუმრობის გარეშე, იმიტომ რომ ძალიან დიდია სიგიჟე, ხო, ანუ როგორ შეიძლება გასაგები რომ ვიღაცეები ესეთები არის, მაგრამ ხა ჯაფარიძეს ხო აქ ცოტა ეს რაღაცა გონიერება, რომ რაღაცა გათვალო, მაგრამ არ ვიცი, ანუ რაღაცა ტიპის უგუნურებასთან გვაქვს საქმე. შეიძლება თუ გონიერება აქვს დასაქმებად. აი როგორ შეიძლება? გაერიდა, მე გეუბნებით რომ გაერიდა. აი შეიძლება გაერიდა, მაგრამ აი წარმოიდგინეთ ნუკრიმ რაც თქვა, რომ აი ქართულმა ოცნებამ რითიც მოიგო არჩევნები არის რომ ხალხმა დაუფასა რომ ამ არეულ გეოპოლიტიკურ სამყაროში ქვეყანა გადაარჩინა რაციონალურად ზოგს ეხა რაღაცეები არ მოწონს აი 54%-დან მაგრამ თქვა რომ ეხლა ეს გადავდოთ მაგრამ თავარი არის ის და მე იმას დაინახა ქართველობა ანუ სამშობლოს ერთგულება და არა აგენტურა ყველა და მე თვითონ ჯაფარიძეს და ეს ვიღაც გირჩელებიც ხო ამბობენ რომ აი ჩვენ ვერაფერი დაუპირისპირეთ ოცნების ამ შვიდობა ომის რიტორიკას ხო და რას დაუპირისპირეთ შენი ძახტი ომი მინდაო და შევისეინო ცხიმოჩიო ჯაფარიძე იძახდა და ეს ტიპები ხა ჩვენ ხომ მაინც ვიცით ეს ზეპირად და რას დაუპირისპირდები შენ იყავი ომში ჩართვის ინიციატორი ეგენი არ იძახიან ეგენი ღაღადებენ იმას რასაც ამბობენ მათი პატრონები ეს ხალხი არ არიან დამოუკიდებელი პიროვნებები და არც არიან პოლიტიკოსები. უყურეთ რა შეასახმე პოლიტიკოსმა უნდა კონდეს უნარი მართოს თქვათ ქვეყანა და საზოგადოებისთვის რაღაც სასიკეთო გადაწყვეტილებები მიიღოს. ამ ხალხს ამდენი წლის განმავლობაში შენ მარტო რამდენი წელია ჩვენ ვიცნობ. რაიმე პოლიტიკური განცხადება გაუკეთებია გარდა შოუსი გარდა ძალადობისა და რაღაცა ხრიკებისა, რითიც ცდილობენ რომ მაგალითად ქვეყანა თუნდაც ეკონომიკურად ჩამოაქციონ და რაღაცა ფორმით სათავეში მოექცნენ. არა, 150 კაციან პარლამენტში 61 ხმას რომ აიღებ, 61 ხმას და პოლიტიკური ჯგუფი ქვია, პოლიტიკოსი ქვია და უარს რომ მიტყვი იქ შესვლაზე და დაიწყებ ანუ ფაქტიურად
პოლიტიკოსმა უარი თქვა თავისი ფუნქცია მოვალეობის შესრულებაზე, ხომ არ ეხუმრებით 800.000 ხმა მიიღეს, ხო? 800.000 ხმის მიმღებებმა, პატრონებმა ეს ხალხი გადააგდეს, როგორ დავიჯერო 800.000-დან სულ ყველას უნდა და რევოლუცია. ეს ხო გამოჩნდა აქციებზე. შანსი ხო ნულია, აგერ არის რაც არის, აი რევოლუცია, ვისაც უნდა კიდადიან იქ რა ქვია, აქციებზე. და ერთი მაგდენი დაამატე კიდე რომ გამოვიდეს ქუჩაში. ეს არის და ეს. ანუ ამ ხალხმა როგორც უწინ რო იყვნენ, ეს იყო ჩვეულებრივი დაჯგუფება, რომელიც შექმნილია დანაშაულებრივი საქმიანობისთვის, რასაც ხელისუფლებაში რო იყვნენ იმას აკეთებდნენ, მეტი არაფერი არ იციან ამ ხალხმა და უკვე იმ დონეზე არიან აგენტების როლში შესული, რომც უნდოდეთ ეხლა ამათ, რომც უნდოდეთ მაგალითად სხვა რელსებზე მოტრიალდეთ, გამორიცხულია ამდენი მილიონები ახარჯეს ამ ხალხს და ეხლა ამას მიცემენ საშუალებას, რომ რაღაცა ეროვნულობაზე დაიწყონ საუბარი, ან რაღაცა ქართველების ღირსებაზე. ნული, ამათი პოლიტიკოსობა არის დამთავრებული. ამათი ხელისუფლებაში კანონიერად მოსulis შანსი განულებულია და კიდე ნულს ქვემოთ არის. იმიტომ რომ თვითონ ამ პიროვნებებმა შექმნეს ბაზა და საზოგადოებას დაანახეს, რომ ისინი დამოუკიდებლად ვერასოდეს ვერ იარსებებენ და ვერც გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებენ. არ არსებობს ეხლა რანაირად კაცო. რუბიოს რაღაცა განცხადება ისე გაუხარდათ მართლა. ნუ ასეთი მონობა კიდევ ჩვენ გვეძახიან მონებს რა. ანუ ხო ხდები არა ეგ რა არის არა. ესეც ჩვეულებრივად გათვლილია იმაზე რომ თავისი ამომრჩეველი ხო ხდება კაცო. იმ ვინც ხმა მიცა ისიც ხო უყურებს რომ პარლამენტში არ შევიდნენ. აქ რაღაც ცირკებს დგავენ, რაღაცა გამოდიან და პროვოკაციებს აკეთებენ, ეს პროვოკაციებიც არ გამოსდით, როგორც იყო 9 აპრილი, ეხლა 26 მაისს კიდე რაღაცა პროვოკაციას და ასე შემდეგ. ხო ეს პროვოკაციებიც არ გამოსდის. ამათი ნათქვამი სერიოზული რაიმე არაფერი გაუგია ამ ხალხს, რომელიც ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის იქნება, პოლიტიკასთან იქნება დაკავშირებული, არაფერი არ სმენია და გაუგია და ხა ნორმალური ადამიანი დაფიქრდება, რანაირად შეიძლება ამისი პოლიტიკოსობა. არ შეიძლება. თავისთავად ცხადია, ეს ხალხი არის მოსაცილებელი, არ ჭირდება ქვეყანას, ნამდვილად არ ჭირდება არანაირად. და ყველაზე კარგი და სწორი და შეიძლება მტკივნეული ნაბიჯიც იყოს, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ პარტიის და პარტიების აკრძალვა ეს იქნება ეროვნული აი ქვეყნისთვის დამიჯერეთ გათავისუფლება. აი ქვეყანა რომ გაათავისუფლოს, სუნთქვა რომ დაიწყოს რა საზოგადოებამ და ქვეყანამ. ეს არის მოსაშორებელი ხალხი. აზრი არა აქვს ამათ პოლიტიკოსობას, სადაც გინდა წაიყვანე, სადაც გინდა წამოიყვანე, რომელ პარტიასაც გინდა ამოაფარე, დამთავრებული აგენტი არის აგენტი. ვინ მიცემს საშუალებას ყოს? მე ხა უბრალოდ რა მდგომარეობაში არიან დღესაც კიდე, მაგრამ აი გირჩის დაჭერამ რაქნა, ანუ მე რა მაფიქრებინა თქვა, ჩვეულებრივ ამ ჩემ თავზე არ ვიძახი, ჩვეულებრივ მოქალაქის უყურე, ესენი აქამდე იყვნენ გაგულისებულები, თუ გახსოვთ ჩვენთანაც და ანუ იყო ხოლმე ესეთი რაღაცა აქ რო ქონდა საზოგადოებას ყელში რო ყავდა ხოლმე ამოყვანილი პიროვნებები, პატრონი რო ყავდა და რო ვერ იჭერდნენ, არ იჭერდნენ და რაღაცებს რო ჩადიოდნენ და საზოგადოება უკვე დაზაფრული და დაძაბული იყო ხოლმე. იყო ესეთი კომუნისტების დროსაც იყო, მერეც დღესაც ასე შეხვალაც და ესე იქნება. ესე იყვნენ გაგულისებულები ესენი ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის მხარდაჭერისა გამო. ანუ ხელისუფლება ცდილობდა რომ რაღაცა დაძაბულობა არ გამოეწვია და თავზე ხელს უსვავდა. დღეს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დამნაშავე აგენტი მამაძაღლი უნდა იყოს თავის ადგილას. მისი ადგილი არის ციხეში. ანუ ჩვენ დავინახეთ, რომ ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო, მორჩა და გათავდა ამას ვინც არ უნდა დააფაროს ხელი, საზოგადოებას ჭირდება კანონი და სამართლიანობა. მართალია და სწორედ აი ამ იმედით მოძლიერდა ჩვენი ქვეყანა და ვერანაირი მაიმუნი ვერც უცხოელი და ვერც აქაური ვერაფერს ვერ დაუშვებს ამ იმედით გემშვიდობებით მეგობრებო ნახვამდის.